რატომ შეცვალეს კვარაცხელია? ანტონიო კონტეს პასუხი. ზივზივაძის მეცხრე გოლი და საქართველოს გამარჯვების სერია კალათბურთსა და რაგბში. ამ და სხვა სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ იტალიიდან, სადაც სერიას მე-13 ტურში ნაპოლიმ რომა დაძაბულ ბრძოლაში 1-0 დაამარცხა და პირველი ადგილი ისევ შეინარჩუნა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა ძირითადიდან დაიწყო და საგოლე მომენტი მეორე წურწე შექმნა. მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან თავით ზუსტად ვერ დაარტყა. გაშვებული შანსის მიუხედავად პირველ ტაიმში ქართველი ნაპოლის რიგებში გამორჩეული იყო. შეიძლება ითქვას, რომ მისი გუნდიდან ყველაზე მეტს ის აქტიურობდა. ასე გაგრძელდა მეორე ტაიმშიც და სწორედ დი ლორენცოზე მის კარგ პასს მოჰყვა ლუკაკუს გოლი. თუმცა მალევე ყოველთვის მოულოდნელად ანტონიო კონტემ ქართველი 67 წუთზე შეცვალა. ქართველი რომ ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო, ეს კამერებმაც დააფიქსირეს. შეხვედრის შემდეგ სწორედ კვარას გაყვანის მიზეზებზე ისაუბრა ნაპოლის მთავარმომწვრთნელმა ანტონიო კონტემ. რაც ნაპოლიში ვარ, კვარას ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჰქონდა, მაგრამ ეროვნული ნაკრებიდან კუნთების დაღლილობით დაბრუნდა. ამის მიუხედავად, კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა. მე ყოველთვის გუნდის ინტერესებით მოქმედებ. ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ და მისი გაყვანაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. მან ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა პირველ ტაიმში. შემდეგ კი მეორე ნახევარში განსხვავებული სიტუაციები იყო. ყოველთვის გუნდისთვის და ფეხბურთელისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობ. არ მინდოდა გარისკვა. თანაც სკამზენერეში მყავდა, რომელიც კარგად ვარჯიშობს და მისით კმაყოფილები ვართ. კვარას პირველი ტაიმითაც კმაყოფილი ვარ. მას გოლის გატანა შეეძლო. შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით ნაპოლიმ ლიდერობა შეინარჩუნა. ქართველის გუნდი 29 ქულით პირველ ადგილზეა. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ სერიას სატურნირო ცხრილში სიტუაცია დაძაბულია, რადგან ნაპოლი ატალანტას, ინტერს და ფიორენტინას ერთადერთი ქულით უსწრებს. ქართველის გუნდს მორიგი დაძაბული შეხვედრა 1 დეკემბერს ტორინოს წინააღმდეგ ელოდება. ბუდუ ზივზივაძე კი სანაკრებო პაუზის შემდეგ კარლსრუეში გოლით დაბრუნდა. ქართველის გუნდმა მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურში სტუმრად გროიტერი 2-3 დაამარცხა. 30 წლის ქართველი ფორვარდის გუნდმა პირველი ტაიმი წააგო, თუმცა მეორე ტაიმში ზივზივაძემ წონასწორობა აღადგინა და გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ ეს ბუდუს მეცხრე და ზედიზედ მეორე გოლია მეორე ბუნდესლიგაში. ზივზივაძე ბომბარდირთა დავას ისაკ ლინდბერგთან ერთად ლიდერობს. ქართველის გუნდს კი 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში კი მიქაუტაძის ლიონმა სტუმრად რეიმსი ვერ დაამარცხა. შეხვედრა ფრედ 1-1 დამთავრდა. სამწუხაროდ ლიონის მთავარმომწვრთნელმა პიერ საჟმა ქართველი კვლავ სათადარიგო სკამზე დასვა და თამაშში მხოლოდ 79 წუთზე ჩართო. მცირე დროის მიუხედავად მიქაუტაძე შეტევების გამწვავებას ცდილობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ში ბოლო 6 შეხვედრაში მიქაუტაძე ძირითადში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. ლიონი 19 ქულით მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი ნიცას უმასპინძლებს. თუმცა მანამდე 28 ნოემბერს ევროპა ლიგაზე ყარაბაღს ესტუმრება. საფრანგეთის ლიგა 1-ის ამავე ტურში კი ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა შინ აუთსაიდერი მონპელიე 1-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრამდე ქართველმა ფეხბურთელმა ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. ტრადიციულად ეს შეხვედრა ქართველმა ძირითადიდან დაიწყო. შეხვედრაში ზურიკოს ანგარიშზე 2 ზუსტი დარტყმა იყო, მაგრამ 52 წუთზე მას გატანის კარგი შანსი ჰქონდა. როდესაც 2 მცველს გაასწრო და მეკარესთან 1-1-ზე დარჩა, მაგრამ მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია და მონპელიე მეორე გოლის განიხსნა. დავითაშვილმა მალევე ყვითელი ბარათიც მიიღო და შეხვედრის მიწურულს შეცვალეს. სენტ-ეტიენი 13 ქულით მე-13 ადგილზეა და 30 ნოემბერს რენს ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე პასია, რაც მისი გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია. ვალენსიაში მომხდარი წყალდიდობით და ტრაგედიით გამოწვეული თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის გუნდმა ბეტის უმასპინძლა და 4-2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ქართველის ანგარიშზე მხოლოდ 1 სეივი იყო. სამწუხაროდ გიორგიმ შეხვედრაში საკმაოდ დაბალი შეფასება დაიმსახურა. 2 გაშვებული ბურთის გარდა გიორგის პასების ნახევარზე მეტი არაზუსტი იყო. ვალენსიას 10 ქულა აქვს და მე-18 ადგილზე იმყოფება. ქართველის გუნდი შემდეგ შეხვედრას 29 ნოემბერს სტუმრად მალიორკასთან გამართავს. გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა კი ინგლისის ჩემპიონშიპის მე-16 ტურში უეინ რუნის პლიმუთთან 2-2 ითამაშა. ქართველს ტრადიციულად კარგი შეხვედრა ჰქონდა. გიორგის რამდენჯერმე გატანა შეეძლო, თუმცა მის დარტყმულს მეკარე იგერიებდა. უოტფორდს 26 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს
ბრისტოლთან გამართავს. ახლა კი ევრობასკეტ 2025-ის მეოთხე ტური, სადაც საქართველოს ნაკრები შინ ფინეთს დაუპირისპირდა და 17 ქულის სხვაობით 91-64 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ფინალთა უპირატესობით დაიწყო, ჩვენმა ნაკრებმა შეხვედრის შემოbrunება მალევე შეძლო. საბოლოოდ ალექსანდრ ჯიკიჩის ნაკრებმა დასკვნით მეოთხეში ფინეთი ფაქტობრივად ყველა კომპონენტში დაჯაბნა და 17-ქულიანი სხვაობით მოპოვებული გამარჯვება ისეიმა. უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა შეხვედრის მსგავსად გამორჩეული მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც 33 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასევე კარგი შეხვედრა ჰქონდა კამარ ბოლდუინს, რომელმაც 36 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა. უმნიშვნელოვანეს თამაში მოვიგეთ დღეს. მინდა დავიწყო მადლობით მაყურებელს გადაუხადო მადლობა მოთმინებისთვის, იმიტომ რომ თავიდან შეფერხება იყო და 1 საათი მოუწია დაალდება, მაგრამ მიუხედავად ამისა ენერგია იყო დიდი, იგრძნობოდა მათი ხარდაჭერა და ძალიან დაგვეხმარა რთულ მომენტებში. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ამ ყველაფერს ფასი მიეცეს. შემდეგ თამაში დანიასთან გვაქვს მოსაგები. საჭი თამაშობთ და კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანესია მაყურებლის ფაქტორი და მინდა აქედან მოუწოდო, რომ იმედია სავსე ტრიბუნებით შევხვდებით ამ თამაშს სრული შემადგენლობით. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე მორიგ შეხვედრას 2025 წლის 21 თებერვალს გამართავს, სადაც დანიის ნაკრებს უმასპინძლებს. 24 თებერვალს კი სერბეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება. აქვე NBA, სადაც ორლანდო მეჯიკის სასტარტო ხუთეულში კვლავ გოგა ბითაძე ვიხილეთ. მეჯიკმა საკუთარ არენაზე დეტროიტ პისტონს უმასპინძლა და მეტოქე 11 ქულიანი სხვაობით დაამარცხა. ქართველმა 18 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მის ანგარიშზეა 3 დაფარებაც. ორლანდო მეჯიკი 11 მოგებით და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს. სანდრო მამუკალაშვილის სან ანტონიო სპურსმა კი ყველასთვის მოულოდნელად გოლდენ სტეიტი 10 ქულით დაამარცხა. ქართველი თამაშს სათადარიქო და სკამიდან შეუერთდა და 16 წუთში 5 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში 9 მოგებითა და 8 მარცხით მე-11 ადგილზეა. ახლა კი რაგბი, სადაც საქართველოს ნაკრებმა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნოემბრის სერიის ბოლო ტესტ მატჩი გამართა და ტონგა 22-7 დაამარცხა. აღსანიშნავია შეხვედრის პირველი ტაიმი, სადაც უცნაური შედეგი, ნულოვანი ფრედ დაფიქსირდა. მეორე ტაიმი კი აშკარად განსხვავებული იყო, სადაც ბორჯღალოსნებმა ანგარიში უპირატესობა მალევე მოიპოვეს და ეს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. საბოლოოდ კი ტონგას წინააღმდეგ რეკორდული 15 ქულიანი სხვაობით მე-6 გამარჯვება მოიპოვეს. აქვე კიდევ ერთი კარგი ამბავი. საქართველოს 18 წლამდელმა ნაკრებმა ზედიზედ მე-6-ეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ფინალი პრაღაში გაიმართა, სადაც საქართველომ ესპანეთი 32-11 დაამარცხა. ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ გიგი სირბილაძე დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადასცეს. ზურაბ ამონაშვილის ნაკრების ქუთაისელმა მორაგბეებმა კი ფინალის დამთავრების შემდეგ სპეციალური მაისურები ჩაიცვეს და ევროპის ჩემპიონობა ავტოავარიის შედეგად დაღუპულ მეგობარს აიას მორაგბეს საბა ჭეიშვილს მიუძღვნეს. ბოლოს კი თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.